1 აპრილიდან ბაზარზე თამბაქოს ნაწარმი მხოლოდ სადა სტანდარტული შეფუთვით განთავსდება, რაზეც ბრენდის, ლოგოს, ფერის, სასაქონლო ნიშნის ან ბრენდთან დაკავშირებული ვიზუალური ელემენტების გამოყენება დაუშვებელია. თამბაქოს რეალიზაცია მხოლოდ სადა შეფუთვით განხორციელდება. ყველა ბრენდს ექნება ერთიანი სტანდარტული ფერის შეფუთვა, რომელზეც მითითებული იქნება მხოლოდ ბრენდის და პროდუქტის დასახელება ქართულ და ინგლისურ ენებზე, სტანდარტული ზომის და ფერის შრიფტით. სამედიცინო გაფრთხილების და სხვა აუცილებელი ინფორმაციის თანხლებით. დარღვევის შემთხვევაში ჯარიმები საკმაოდ სოლიდურია და 5,000 ლარის ოდენობით სანქციას და თამბაქოს ნაწარმის კონფისკაციას ითვალისწინებს. თამბაქოს ინდუსტრიამ უკვე დაიწყო პროდუქციის სტანდარტული შეფუთვით წარმოება, თუმცა ბიზნესის ნაწილი იმ შესაძლო რისკებზე მიუთითებს, რაც სადა შეფუთვაზე გადასვლას უკავშირდება. ეს ხარჯიანი იყო, მაგრამ ჩვენი წარმოება მთლიანად გადავაწყეთ უკვე. და თებერვლიდან, როგორც გითხარით, მხოლოდ სტანდარტიზებული შეფუთვით იწარმოება სიგარეტი საქართველოსთვის. როგორც კი მთლიანად ბაზარი გადავა სადა შეფუთვაზე, რა თქმა უნდა, გამარტივებულია ყალბი კონტრაფაქციული პროდუქციის დამზადება, რადგან ყველა შეფუთვა უკვე იქნება ერთნაირი და რისკები, რა თქმა უნდა, მაღალი იქნება. მსგავსი მოლოდინი აქვს საერთაშორისო ბიზნესის და სამართლის საკითხებში ექსპერტ ზვიად სხვითარიძეს. მისი თქმით, თამბაქოს სტანდარტიზებული შეფუთვა თამბაქოს მიმზიდველობას და მოხმარების შემცირებას ვერ გამოიწვევს. საქართველოში ამ კონკრეტულ რეგულაციას, რა თქმა უნდა, მოყვება ის შედეგები, რაც მოყვა სხვა ქვეყნებში. პირველი, რა თქმა უნდა, ეს იქნება არალეგალური ვაჭრობის ზრდა, ეს არის ცალსახა. შეიძლება იყოს როგორც კონტრაფაქტული, ასევე არალეგალური, ვთქვათ, არალეგალურად შემოტანილი სხვა ბრენდები, მიმზიდველობა, რა თქმა უნდა, ამ პროდუქტის მიმართ არასრულწლოვნებში იზრდება და ეს ცალსახად გამოიწვევს პირველი არალეგალური ვაჭრობის ზრდას, მეორე არასრულწლოვნების მიმზიდველობის გაზრდას და მესამე თავისთავად ეს დაარტყავს პირდაპირ აქციზის შემოდინებებს ქვეყნის ბიუჯეტში. გაცილებით მკაცრი მიდგომის მომხრეა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის საქართველოს ოფისი. საქართველოში ჯანმოს წარმომადგენელი ამბობს, რომ თამბაქოს სადა შეფუთვის რეგულაცია 7 წლის დაგვიანებით შედის ძალაში. არსებული კანონი კი მისი პირვანდელი ვერსიისგან განსხვავებით გაცილებით სუსტია და ბიზნესის მხრიდან გარკვეული манипуляციების შესაძლებლობას უშვებს. ძალიან დიდი სისუსტე ამ დღევანდელი განმავლობის არის ის, რომ ის არ ფარავს თამბაქოს ყველა პროდუქტს, მაგალითად გასახურებელ თამბაქოს, ელექტრონულ სიგარეტებს, სიგარებს, დასაღებულ თამბაქოს და სხვა თამბაქოს სახეობებს, ძირითადად ფოკუსირებულია ეგრეთ წოდებულ ტრადიციულ თამბაქოს ზოგიერთ სახეობაზე, სიგარეტზე. გარდა ამისა, იძლევა დიდ შესაძლებლობებს კოლოფის ფორმის და ზომებში, რაც არ უნდა იყოს დაშვებული, თუმცა კი, როგორც იტყვიან, სულარობას სჯობს, ნამდვილად სჯობს. იმიტომ რომ ეს რეგულაცია მიმართულია იქეთკენ რომ დაუკარგოს მიმზიდველობა თამბაქოს პროდუქტებს. თამბაქოს სადა შეფუთვის რეგულაცია ერთადერთი ცვლილება არ არის, რომელიც მიმდინარე წლიდან თამბაქოს ინდუსტრიისთვის ამოქმედდა. მიმდინარე წლის 1 იანვრიდან 20 თეთრით 1 ლარი და 90 თეთრამდე გაიზარდა აქციზი სიგარეტზე, ხოლო გასახურებელ თამბაქოზე აქციზის განაკვეთი 15 თეთრით გაიზარდა და 1 ლარი და 85 თეთრი გახდა. შედეგად ქართული ოცნების მთავრობას დაგეგმილი აქვს, რომ ამ გზით ბიუჯეტში წელს 83.5 მილიონი საგადასახადო შემოსავალი შევა. აღსანიშნავია, რომ ეს გადაწყვეტილება პარლამენტმა მისი ამოქმედებიდან 2 კვირით ადრე მიიღო. პოსტფაქტუმ გახდა ინდუსტრიისთვის ასევე ცნობილი, რომ 1 იანვრიდან მათთვის მარკირების საფასურიც გაიზარდა. კერძოდ, ფინანსთა მინისტრის ბრძანების მიხედვით 1000 ცალ აქციზურ მარკაზე იმპორტირებული სიგარეტისთვის ნომინალური ღირებულება $18-დან $19.5-მდე გაიზარდა. მაშინ, როცა ადგილობრივი წარმოებისთვის ფასი უცვლელი $12 დარჩა. ეს ნიშნავს, რომ ერთ კოლოფზე მარკირების საფასური დაახლოებით 5 თეთრით გაიზარდა, რაც თამბაქოს ფასზე დამატებით წნეხს ქმნის. თვის არავის არ აუხსნია მიზეზი, ჩვენ უბრალოდ შესაბამისი ბრძანებიდან გავიგეთ, რომ 1 იანვრიდან ამ აქციზური მარკების ნომინალური ღირებულება არის არა უკვე $18 1000 მარკაზე, არამედ $19.5. მაშინ როცა ადგილობრივი წარმოებისთვის აქციზური მარკების ნომინალური ღირებულების ფასი არ გაზრდილა. ანუ ჩვენ არ ვიცით რატომ მოხდა ფასის ზრდა, ჩვენთან ყოველ შემთხვევაში არანაირი კონსულტაცია ამასთან დაკავშირებით
არ ყოფილა. აქციზის ზრდა და აქციზური მარკების ნომინალური საფასურის ზრდა ეს დაკავშირებული არის იმ კრიზისურ მდგომარეობასთან, რაც ქვეყანაში არის შექმნილი. არც ერთ ქვეყანაში არ ხდება ესე რომ ბიზნეს რაღაც 2-3 დღით ან თუნდაც 1 დღით ადრე ზოგიერთმა საერთოდ იმ დღეს გაიგო ატყობინებენ მსგავსი რეგულაციის შემოღების შესახებ. აქციზის ზრდა არის გაწერილი 5 წლიან, 10 წლიან ზოგ შემთხვევებში ქვეყნის სამოქმედო გეგმებში, ამიტომ მსგავსი რამ არსად არ ხდება. ფინანსთა სამინისტრო მარკირების საფასურის გაზრდის მიზეზებს არ განმარტავს და ამის არგუმენტად მარკირების განმახორციელებელ კომპანია სიკპასთან კონტრაქტის კონფიდენციალურობა მოჰყავს. თავად საქართველოში შვეიცარიული კომპანიის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი ირწმუნება, რომ მარკირების საფასურის მოთხოვნით სამინისტროსთვის მათ არ მიუმართავთ. ზოგადად არის ვალდებულებას სახელმწიფოს მხრიდან საშუალო ფასის მარკირების და ამას სახელმწიფო თვითონ არეგულირებს რაზე რა მოუმართოს, ეს ჩვენი პრეროგატივა არ არის. თამბაქოს ბიზნესის პოზიციაა, რომ ქაღალდის აქციზური მარკები, რასაც სიკპა იყენებს, გაცილებით ძვირია ვიდრე ელექტრონული მარკირება, რომელზეც ძალიან ბევრი ქვეყანა, მათ შორის მეზობელი სახელმწიფოები გადავიდნენ. თუ საქართველოში 1000 ცალ აქციზურ მარკაზე იმპორტირებული სიგარეტისთვის ნომინალური ღირებულება $19.5, მაგალითად მეზობელ აზერბაიჯანში თამბაქოს მარკირება $4, სომხეთში კი $11-მდე ღირს.